გამარჯობა მეგობრებო, თქვენ ხართ არხ სეზოესთან და ეს არის ჩემი დღიური. მოდი ესე დავარქვათ, დღიურს საახალწლო დღიური, იმიტომ რომ დღეს მინდა გაჩვენოთ, როგორ უნდა მოაწყოთ თქვენი პატარა სახლები კომფორტულად, მყუდროდ და საახალწლოდ. მე ზოგადად მაქსიმალისტი ვარ, ძალიან მომწონს გადატვირთული სახლები და ეს ბინა, სადაც ახლა ვართ, მაძლევს იმის საშუალებას, რომ ეს მაქსიმალიზმი, ასე ვთქვათ, ამ ბინაში ჩავდო. შესაბამისად, ამას თქვენ გარეშე არ გავაკეთებ და გაჩვენებთ იმ ნივთებს, რაც წლების მანძილზე დავაგროვე და ასევე ამ წელს შევიძინე. პირველი დეკორაცია, რომელიც ჩვენმა ძალიან ახლო მეგობარმა გვაჩუქა, არის ეს გნომი და ამ გნომს მისი სახელი ქვია შავლიკა. მეორე გნომი, რომელიც ჩემმა დედამთილმა მაჩუქა, არის ეს სახელი არ აქვს. ძალიან საყვარელი და ლამაზია ესეც. შარშან მაგალითად მიკროფონის დასადებზე მედო ეს გნომი და ძალიან ლამაზი იყო. წელს არ ვიცი სად უნდა წავიღო, მაგრამ რაღაცას მოვიფიქრებ. ჩვენ მხოლოდ გაჩვენებთ დეკორაციებს. მესამე გნომი, რომელიც შარშან მე თვითონ შევიძინე, არის ეს. მე მგონი ხელნაკეთი არის ეს გნომი. ესეთი ტიპი არის. და შედარებით დიდია. ჩემი საყვარელი ნივთი უნდა გაჩვენოთ. ეს გნომი. ანათებს მთლიანად, მაგრამ ხა ელემენტი არ მაქვს და სამწუხაროდ ვერ გაჩვენებთ, მაგრამ ძალიან ლამაზია. კიდე მყავს ერთი, ესეთი. ამას ეს ნაძვის ხის ფორმის ქუდი მე გავუკეთე, იმიტომ რომ გამიტყდა აქ, ნახე. ამას რო ვუკეთებ არ ჩანს რა და გათან რაღაცნაირად უხდება. და შემდეგი არის ეს ასე ვთქვათ ცხენი, რომელიც რატომღაც ისეთი შეგრძნება მიჩნდება, რომ სახლს გავს, ჩემს სახლს და მინდოდა რომ ეს ნივთი მქონოდა სახლში. შემდეგი ნივთი არის ეს ნივთი, ასე უნდა იყოს ალბათ. ხო, ამაში შარშან საჩუქრები გვედოდა. ისევ აჩუქეთ მე და ჩემო მეუღლე ერთმანეთს. უბრალოდ ჩემო მეუღლე მაჩუქა, ამაში არ ჩამივია. ეს ნივთი, რომელსაც საშობაო დეკორაციისთვის გამოვიყენებ აუცილებლად, იმიტომ რომ საახალწლო ისე აქვს, ასე ვთქვათ, ხასიათი, ვაიბი. არის ეს, რომელიც ჩემმა ძალიან ახლო მეგობარმა გვაჩუქა მე და ჩემს მეუღლეს, ეს თურმე მე და ჩემი მეუღლე ვართ, რომელიც არის ულამაზესი და ჩემი საყვარელი ნივთია მართლა და სულ ყოველთვის მინდოდა მსგავსი ნივთები რომ მქონოდა, ძალიან მომწონს, უზომოდ მომწონს და ძალიან მიხარია რომ მაქვს. იცი? შემდეგი მსგავსი ნივთი არის მეცა და ქოქო და ჩავთო ეს თავის შემდეგი კიდევ ერთ-ერთი ჩემი საყვარელი ნივთი, რომელსაც დეკორაციისთვის აუცილებლად გამოვიყენებ, არის ეს. ესეც წელს ვიყიდე და ისეთი ბედნიერი ვიყავი, ესეთი რაღაცა რო ვიპოვე. ისეთი გახარებული ვიყავი, რომ რა ვიცი. ამას კედელზე დავკიდებ, აქ უკან. ცოტა მაწვალა, მაგრამ მაინც დავკიდე. იყოს ასე. ესეც ჩემი საყვარელი ნივთია. ჩემი მთავარი დეკორაცია იქნება ტიკული. მიხედე რა კამერის. ნახე. ნახე რა ლამაზი ხარ. კიდე ერთ-ერთი ჩემი საყვარელი ნივთი, რაც წელს შევიძინე, არის ეს.
მწვანეც იყო ესეთი, მაგრამ მწვანე ესეთი ეფექტური არ იყო რა და გადავწყვიტე რომ ეს მეყიდა. პეკინზე არის ხოთშორის ძალიან მაგარი მაღაზია. იქ ვერ ჩავუვლი გვერდს ისე რომ იქ არ შევიდა, ულამაზესი მაღაზია არის მართლა. თუ გინდათ მე თუ დაგჭირდებათ რამე საახალწლო ნივთები და რაღაცები, მართლა კარგი ფასადა აქვთ თან და შემიძლია რომ მე ჩაგიგდოთ ლინკი ან მიგასწავლოთ უბრალოდ სად არის სამწუხაროდ სახელი არ მახსოვს, თორე რეკომენდაციას ნამდვილად გავუწევდი. ნაძვის ხე მაქვს, მაგრამ ნახე, აი დიდი ნაძვის ხე, ტრადიციული ნაძვის ხე რასაც ქვია რა, ეგ არ მაქვს სამწუხაროდ, იმიტომ რომ არ ამგონია რომ სახლში დაეტიოს, მაქვს განათებებიანი ნაძვის ხე, რომელიც აი მთლიანად განათებაა, წიწვები არ აქვს, მთლიანად განათებაა შავი და სხვადასხვა ძალიან უხდება დეკორს, მაგრამ ეხა ეგ ძალიან ისეთ ადგილას მიდევს, რომ ფიზიკურად მაგის ამოღებას ვერ მოვახერხებ და მე საერთო ჯამში, როდესაც სახლს მოვთავ, აუცილებლად განახებთ. ეხა მოდი ჩვეულებრივი პატარა ნაძვის ხები ვნახოთ. ეს ჩარშან ვიყიდე და ეხა ცოტა სიმართლე გითხრათ გასაშლელი და მოსაწესრიგებელია რა. ეს ასეთ ძირს მე თვითონ დავხარე, განსხვავებული ვიზუალი რომ მქონოდა. აი მაგალითად, თუ გაქვთ ძალიან დიდი ხანია უკვე ერთი ნაძვის ხე და რა მეგინდათ რომ ნაძვის ხის ფორმაში შეცვალოთ, შეგიძლიათ რომ ტოტებს როდესაც გაშლით, ზემოთ აწევის ნაცვლად ქვემოთ დასციოთ. მაქსიმალურად ქვემოთ დასციოთ და ასე თუ გინდათ მოამრგვალეთ. ვიზუალს საკმაოდ უცვლის და ძალიან ლამაზიც არის. ამ ნაძვის ხეს შევატარებთ, ჩემი მეორე ნაძვის ხე არის, ნახევრად სილიკონის ტოტებით. ნახეთ ეს როგორ ზემოთ არის წასული. ან იმიტომ რომ ტოტები ზემოთ გავშალე და ეს ქვემოთ გავშალე. ნახეთ ძალიან დიდი სხვაობა არის რა. ეს ნაძვის ხე ძალიან მომწონს ხოთშორის, ესეთი რომ დიდი მქონდეს, ძალიან დიდი სიამოვნებით გამოვიყენებდი ყოველ წელს. და აუცილებლად ვიყიდი დიდ ნაძვის ხესაც, უბრალოდ ეხლა მართლა არ მაქვს მაგის ადგილი, რომ დიდი ნაძვის ხეები დავდო და მაქსიმალურად ვცდილობ რომ პატარ-პატარა ნაძვის ხეები დავდო ყველგან, ყველა ადგილზე. ეს არის ჩემი მესამე პატარა ნაძვის ხე, რომელიც ეხლა გასაშლელია, ცოტა მახინჯი არის ესე. ამას შეიძლება დავუმატო პატარა განათებები, რომელიც ძალიან ბევრი მაქვს, გამოვიწერე ხოთშორის დემოდან. იდეალური ხარისხი ჩამოვიდა და ისე იაფად გამოწერე, რომ მართლა არ მჯერა. შეიძლება ეს განათება გავუკეთო. ოღონდ როგორი ბლონდება გქთ ხო? დაახლოებით აი ესე იქნება. კიდევ ერთი ნაძვის ხე მაქვს, ამას თავისი განათებები უბრალოდ მოყვებოდა, მე არ შემიძენია. ცალკე მეცა ჩავთო. აი ესეთი რაღაცა არის. ამასაც აუცილებლად შევიტან ჩემს დეკორში. ზოგადად მე ყოველთვის სახლი ისე მაქვს მორთული რა, ანუ ისეთი წყობა მაქვს ზოგადად ნივთების და რაღაცების, რომ ჩემს სახლში ყოველთვის არის აი რაღაცა ფესტივ ხასიათი, აი როგორ აგიხსნათ, რაღაცა ისეთი ხასიათი, რომ გონია რომ რაღაცას აღნიშნავ. ყოველთვის ეგრე მაქვს სახლი მორთული და ყოველთვის ძალიან მყუდროდ მაქვს შესაბამისად. ეხლა ძალიან ბევრიც არ უნდა ვიწვალოთ წესით ამ სახლის მორთვაზე, იმიტომ რომ ბაზა ასე ვთქვათ უკვე ავტომატურად შექმნილი მქონდა. კიდევ ერთი ნივთი, რასაც აუცილებლად გამოვიყენებ, არის აი ეს. და თქვენ გამოიცანით თვისი ჯოხია. მე არ გეტყვით. აი, ჯოხი. როგორ გამოვიყენებ არ ვიცი. ამას ძალიან კარგი ისტორია აქვს ამ ჯოხს. მე მოგიყვებით. ეხლა არ მგონია. მოდი, კაი ხო მოგიყვებით რა. ეს ჯოხი არის ჩემი პირველი ტრენინგის სამსახურში რომ დამაწინაურეს, მაშინ პირველი ტრენინგი მქონდა და მინდოდა რომ რაღაცა სახალისო ყოფილიყო ეს ჩემი ტრენინგები და მოვიფიქრე sorting hat-ი ვიყიდე, გამანაწილებელი კუდი ვიყიდე და ეს ჯოხი ვიყიდე რა, რომ ვითომ რაღაცა ვიზარდების სამყაროში ვარ და რაღაცა მოკლედ რა. ნუ შეიძლება ახლა ცოტა კრინჯობა ჟღერს ეს ყველაფერი, მაგრამ მართლა სახალისო იყო. ჩემთვის ყოველ შემთხვევაში და ჩემი მეგობრები რას ფიქრობენ ამ ყველაფერთან დაკავშირებით არ ვიცი. sorting hat-საც განახებთ ერთი წელი. ამ ქუდს ვაფარებდი ბავშვებს და ვათქმევინებდი საკუთარ მიდრეკილებებზე, საკუთარ ოცნებებზე, უბრალოდ რომ კარგად გამეცნო თავიდან ბავშვები, მაგიტომ ამასაც აუცილებლად უნდა მოუძებნო რამე კუთხე. მე მგონია რომ წელს ჩემი ასე ვთქვათ საშობაო დეკორაციები და საშობაო ხასიათი იქნება ცოტა ჰარი პოტერის სტილში. ყოველთვის ვცდილობ რომ რაღაცა ჰარი პოტერს მივამსგავსო ჩემი საშობაო ხასიათები, მაგრამ ყოველ წელს არ გამომდის. ახლა საკმაოდ ბევრი ნივთი მაქვს და წელს უფრო
მეტად დაემსგავსება ჰარი პოტერის vibes ჩემი სახლი. კიდევ მაქვს ესეთი ჭიქა. ძალიან საყვარელი, უბრალოდ იმდენად მეშინია რომ არ გამიტყდეს რომ მაშინ ცხელს არაფერს არ ვასხამ. აი ეს უამაზე სანტას მოცელი, სადაც ტკბილეულებს ჩავყრი. აი ყოველთვის მინდოდა რომ მქონოდა საშობაო ვარსკვლავი. ტემუდან გამოვწერე სხვათა შორის. და მოდი ახლა სიმართლე გითხრათ ერთი გავხსენი, მაგრამ ვიფიქრე რომ მე ვიდეოში გავხსნი და ვიდეოში ვნახავ სამივეს რეალურად რა არის თქო და მოდი ვნახოთ გავხსნათ და აი ეს ისინიც გავუკეთოთ რა ქვია მაგას განათებები. აი ძალიან ლამაზია ნახე. მოდი ახლა მეორეს გავხსნი განათების გარეშე და განათების გარეშე ვნახოთ როგორ გამოიყურება ჩვენი შობის ვარსკვლავი. აი ესეთია. ნახე, განათებული ხო უფრო ლამაზია. მე განათებული უფრო მომწონს, მაგრამ ესეც კარგია. აუცილებლად განათებას ჩავდებ სამივეში და ჩამოვკიდებ სადმე კედელზე. კიდევ ერთი დეკორაციაში ჩავთე ახლა. ესეც მაქვს. ესეც სადმე უნდა ჩამოვკიდო. აშან შევიძინე ისევ იმ მაღაზიაში, სხვათა შორის, სადაც ის წითელი ნაძვის შევიყიდე. იქ აუცილებლად მივალ კიდევ. არის აი ეს გირლიანდა. ეხლა ცოტა დაღუნული ჩანს, მაგრამ დაღუნული არ არის. სწორად უნდა ჩამოვკიდო უბრალოდ. ეს ალბათ კარებზე დავკიდებ ამას, ზუსტად არ ვიცი. სავარაუდოდ კარებზე დაიკიდება ან კედელზე. არ ვიცი, დავიფიქრებ მაგას, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ძალიან ლამაზია. დავიფიქრებ რომ ამასაც ცოტა განათებები გავუკეთო. კი ბატონო. კიდევ ერთი გირლიანდა მაქვს, რომელიც მრგვალი არ არის, არის ძალიან გრძელი და დიდი და როგორ გაჩვენოთ არ ვიცი. მაგას ვფიქრობ რომ კედელზე, ზემოთ კედელზე უნდა გავაკრა. მოდი აი ასე გაჩვენოთ და ესე მიხვდებით. მოკლედ აი ეს არის 3 მეტრი რა ჯამში. აი ესეთი გრძელი გირლიანდა არის ესეც რა, რომელსაც ალბათ კარებთან აი აქ ზემოთ გავაკრავ, მაგას მე ნახავთ პროცესში. სულ ეს იყო მეთქი როგორ ვთქვა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ნივთი გაჩვენეთ, მაგრამ ხო ეს იყო ჩემი საშობაო დეკორაციები. კიდევ მექნება აუცილებლად სადღაც რაღაცა დამალული, გადანახული, რომელიც არ მახსოვს და მაგასაც მოვძებნი და რა თქმა უნდა მე უკვე დეკორაციის პროცესში თქვენ თვითონაც ნახავთ.